საპროექტების განხორციელებას. Მოიწეს 14 წელს, ხო? თუნდაც. 14 წელს, დავიწყოთ იმით, რომ ამდენადაც ახლა გვაქვს უკვე წლის ბოლო, რომ მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც 15 ნოემბრამდე შემოვიდა საკრებულოში გასახილველად. იქ ალბათ იქნება შენიშვნები, რომელიც ასევე თუ იქნება შენიშვნები, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, მაგრამ მაინც იქნება ალბათ შენიშვნები, რომელიც უკან დაუბრუნდება მე გამგეობას შესასრულებლად, მე ისე მოვა და წლის ბოლომდე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ 2014 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის განხილვასთან შეეხება მინდა რომ იყოს რამდენიმე განხილვა საჯარო, მოვაწყოთ, გამოვაცხადოთ ტელევიზიით და აი სწორედ ამ ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით თქვენც პროაქტიულად მე ჩაერთოთ, არა მარტო თქვენ ყველა მოსახლეობას მე ვთხოვთ ამას, იმიტომ რომ როცა იქნება საჯარო განხილვა, იქ შეიძლება ესეთი პროექტები იყოს, რომელიც არ იყოს აქტუალური, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს საჭირო იყო ამ პროექტის განხორციელება და აი თქვენი აქტიურობით შესაძლებელია რაიმე პროექტი დაემატოს. ამიტომ თქვენ თუ გექნებათ სურვილი, აი საჯარო განხილვა როცა იქნება ბიუჯეტის, თქვენ მიიღეთ მონაწილეობა, არა მარტო თქვენს მეგობრებსაც ვთქვით და თქვენი აზრი და თქვენი წინადადებებიც მოგაწოდეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროექტებს, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, ჩვენ გვექნება დამატებითი თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში, რაც რესურსის გადასახადთან დაკავშირებით იქნება და გამოიწვია იმან, რომ გაიზარდა რესურსის გადასახადი, დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება მეტი ნაჭარბი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში, რომელსაც ალბათ ჩვენ სოციალური პროექტების განხორციელებაში და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მოვახმართ. სოციალური პროექტები გვინდა რომ ცოტა უფრო ისეთი იყოს, რომ შეიძლება მეტ მოსახლეზე და მოქალაქეზე გავრცელდეს. ვფიქრობ, თუ მიდის მუშაობა და რაღაც თანხების მომატება იქნება ამასთან დაკავშირებით და 2013 წელზე მე უფრო მეტი იქნება 2014 წელს სოციალური პროექტები, ეს პრიორიტეტი იქნება ერთ-ერთი ჩვენი შემდგომ ბიუჯეტის, ასევე აი ეს მოგახსენეთ ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, რადგან ეს არის პრობლემის საკურორტო რაიონი, აქტუალ განვითარდა ინფრასტრუქტურა, ალბათ ინვესტორსაც გაუჭირდება და დამსვენებელსაც ჩამოვიდეს და დაისვენოს, თუ აქ არ იქნება შესაბამისი პირობები. ამიტომ არა მარტო ადგილობრივი ბიუჯეტიც, ასევე წლის ბოლოს თანხა იქნება გამოყოფილი პროექტირებაზე, რომელსაც ჩვენგან გამოვკიდებლად რეგიონებში განსავითარებელი პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან გავიქცოთ ჩვენ და წელევანდელ წელს 5 მილიონი ლარი გამოვიყო ამ ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის და ვფიქრობ, რომ ასევე მინიმუმ 5 მილიონი კიდევ წამოვიღოთ მომავალი წლისთვის და ის პროექტები, რომელიც ახლა დაისვა საკითხი, თუნდაც კანალიზაციის საკითხი ახალდაბაში და ისევ აი გზის მოწესრიგება, აი ამასთან დაკავშირებით ძირითადად დავხარჯოთ სწორედ ამ რეგიონალური განვითარების რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან გამოყოფილი თანხებიდან, იმიტომ რომ ეს იქნება და ეს სწორედ ასევე საცურაო აუზის პროექტიც იქნება ამას ჩადებული ნახოქრომელი დაფინანსდება და აი ეს გეგმები გვაქვს, რომ ძირითადად მოვახმაროთ სოციალურ პროექტებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე კულტურული ღონისძიებებისათვისაც საჭიროა ეს თანხები გამოიყოს, ერთგვარად თქვენ ახალგაზრდები ხართ და სწორედ გჭირდებათ ეს კულტურული ღონისძიებები თქვენთან ერთად, კარგი იქნება თუ თქვენ მიიღებთ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას და ამ კულტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენ წარმოადგენთ, თქვენსაც მოიფიქრებთ და როცა იქნება განხილვა, მოფიქრებული გექნებათ უკვე და თქვენი პროექტებით მოხალხდა გეტყვით, რომ აი იქნება ეს იქნას გათვალისწინებული და კარგი იქნება, რომ ამაზე იმუშაოთ და როცა იქნება განხილვა, მოვიდეთ და გითხრათ, რომ თუ არის შესაძლებელი, რომ ეს პროექტი ჩაიდოს კულტურულ ღონისძიებების განხორციელებაში. ან რაიმე საინტერესო პროექტი, რომელსაც თქვენ ჩათვლით, რომ უნდა განხორციელდეს პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტი თუ რეგიონალური მაინტერესებს ბიუჯეტიდან თუ არის თანხა გამოყოფილი ნაგვისუნების შემოტანაზე უფრო მეტ, რომ როგორ შევცვალოთ ეკოლოგიური პრობლემა. კი ბატონო, მაგაზეც გეტყვით, აუცილებლად ჩვენ დაახლოებით არის ეს მუშაობა, როგორც ხარეთ ბიუჯეტის პროექტზე და არა მარტო ნაგვისუნების
თვის ასევე ავტომანქანის შესაძინებლად უნდა ჩაიდოს აუცილებლად თანხა, რომ იყოს ჩვენ ვააპირებთ მრავალსართულიან ბინებში, კორპუსებში ბუნკერების გაუქმებას, იმიტომ რომ ანტისანიტარიზმები იქ არაფერი არ ხდება და ამისათვის საჭირო იქნება რომ დამატებით ეს ბუნკერები დაიდგას, რომელთაც იქნება მომსახურება ყოველდღიური და ამისათვის მანქანაც იქნება საჭირო და ბუნკერების დამატება. ამაზე მეც მუშაობა და ეს აუცილებლად განხორციელდება 2014 წელს.